თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას განათლების გზამკვლევი. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. ეთერშია გადაცემა განათლების გზამკვლევი და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები არიან ორი ახალგაზრდა ქალაქი ახალციხიდან, რომლებიც ამ ეტაპზე უკვე ბულგარეთში სწავლობენ და ამერიკული განათლების მიმღებლები არიან. სალომე და ლუკა არიან ჩემი გადაცემის სტუმრები და დღეს ვისაუბრებ სწორედ მათ გავლილ გზაზე, თუ რა გზა გაიარეს და დღეს როგორ აღმოჩნდნენ ბულგარეთში. მოგესალმებით სალომე, მოგესალმებით ლუკა, მადლობა რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხართ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თავდაპირველად რომ მოგვიყვეთ ზოგადად თქვენს შესახებ, მანამდე სადაც სწავლობდით, რომელი სკოლა დაამთავრეთ და დღეს უკვე ბულგარეთში რა მიმართულებით სწავლობთ და რა პროფესიას ეუფლებით? მე ვარ სალომე ბერიძე, ქალაქ ახალციხიდან 18 წლის და მე დავამთავრე ახალციხის ნომერ 1 საჯარო სკოლა. ამ ეტაპზე ბულგარეთში გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ ორ ფაკულტეტზე ერთდროულად, შესაბამისად ერთი ფაკულტეტი ჩემი იქნება კომპიუტერული მეცნიერება და მეორე ინფორმაციული სისტემები. გამარჯობა, მე ვარ ლუკა გაჩეჩილაძე, ასევე ახალციხიდან ვარ. მაქვს დამთავრებული მეხუთე საჯარო სკოლა, ვარ 17 წლის და ჩემს ორ მთავარ პროფესიად მაქვს არჩეული ეკონომიკა და ფსიქოლოგია. Მათ საინტერესო პროფესიები გაქვთ არჩეული და მიხარია რომ ერთდროულად ორი პროფესიის დაუფლება შეგიძლიათ და კითხავთ უფრო ღრმა ბავშვობიდან თუ გაიხსენებდით თქვენს მიზნებს და ოცნებებს, რაც დღეს უკვე უკავშირდება თქვენს სწავლის გაგრძელებას. არის თუ არა ერთგვარად თქვენი ოცნება დღევანდელი სწავლა ბულგარეთში და იმ პროფესიის დაუფლება, რასაც ეუფლებით? ბატონო, კი. ბავშვობიდან მე და სალომე მეგობრობდით. და ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ სადმე საზღვარგარეთ წავსულიყავით და სწავლა გაგვეგრძელებინა. ერთი პერიოდი გავედით ერთად ფლექსის პროგრამაზე, გასაუბრებებიც ერთად გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო სალომე ვერ მოხვდა და მომიწია წასვლა. და როდესაც ჩამოვედი, თქვით რომ თუ სადმე ჩავაბარებდით, თუ იქნებოდა საშუალება, ერთად უნდა წავსულიყავით. ხო, ბავშვობიდან სკოლის პერიოდში ხშირად ვიღებდი მეც გაცვლის პროგრამებში მეც და ლუკაც მონაწილეობას და რა გარკვეული მიზეზების გამო სამწუხაროდ ვერ მოახერხე გამარჯობა. და იმის მიუხედავად, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის დემოტივაცია შეექმნა და ცუდად გავეხადე რაღაცა, პირიქით მიზნად დავისახე, რომ თუ აქვე რა უნივერსიტეტში მაინც გავაგრძელებდი საზღვარგარეთ სწავლას და შესაბამისად სულ ოცნებობდით, ესე ვთქვათ, რომ აი თუნდაც ცოტა ხნით მაინც წავსულიყავი და ბოლოს მოგწია პირდაპირ უნივერსიტეტში წამოსვლა. ძალიან საინტერესო ისტორია გაქვთ. რატომ გადაწყვეტეთ, რომ უნდა გესწავლათ ამერიკულ უნივერსიტეტში, რომელიც ბულგარეთში მდებარეობს და ცოტა უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ თქვენი სასწავლებლის შესახებ? კი ბატონო, არ არის პრობლემა. უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში პირველ რიგში უმეტეს უპირატესობას ვანიჭებდით იმას, რომ დიპლომი უნდა ყოფილიყო აღიარებული არა მხოლოდ ევროპაში, ასევე ამერიკაში. რადგანაც მომავლისთვის ვფიქრობთ, რომ ასე უფრო უკეთესი იქნებოდა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტების შერჩევის პროცესს, ძირითადად ავარჩიეთ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტები და შემდგომ უკვე ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ წამოსულიყავით ისეთ ადგილზე, სადაც მეტი დაფინანსება გვექნებოდა და მეტი საშუალება ექნებოდა ოჯახს, რომ ჩვენთვის ხელი შეეწყო. დაფინანსების ნაწილზე უფრო მეტი გამოცდილება და ინფორმაცია გაგვიზიაროთ, ზოგადად რა წყაროებით ხდება დაფინანსების მოპოვება ან თუნდაც სტიპენდია? პირველ რიგში აუცილებელია ის, რომ გარკვეული გამოცდილება ჰქონდეს სტუდენტს და მოტივაცია აჩვენოს უნივერსიტეტს.
ყველაზე მეტად, რასაც დავაკვირდი, რომ აფასებენ სტუდენტში და ვუყურებ ახლა სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი დაფინანსებები, ყველა გამოირჩევა ეს სხვებისგან. ესაა ნიჭი, ჰობები, ასევე გამოცდილება არაფორმალური განათლების მხრივ, რომელიც ევროპაში მოიხსენებათ საკმაოდ აღიარებული და დაფასებული არის. ჩვენც მეც და ლუკაც ხშირად ვიყავით გამორჩეულები ამით. ლუკაც ფლექსის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა, მეც ახალციხეში უამრავ ლიდერულ პროგრამებში ვიღებდი მონაწილეობას და მსგავსი რაღაცები აქ ბევრად უფრო დაფასებულია და შესაბამისად ამით გამოვჩნდით ორივენი და ამან განაპირობა ჩვენ გაგზავნილ CV-თ, ჩვენ გაგზავნილი პორტფოლიოთი განაპირობა ჩვენი დაფინანსებებით. მე და ლუკას გვაქვს 50%-იანი დაფინანსებები და მე ასევე მაქვს ჯიბსონის შავი ზღვის დაფინანსება. იმით მოვიპოვეთ, რომ ვიყავით სხვებისგან, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილებით და ამ ყველაფერში ჩართულობით და მოტივაციით გამორჩეულები. და შესაბამისად ამან განაპირობა ეს დაფინანსების ნაწილი. თვითონ უნივერსიტეტს აქვს უამრავი დაფინანსება, როგორც თვითონ აქვს უნივერსიტეტის მხრიდან გამოყოფილი თანხები, ასევე აქვს დონორი კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც მოხარულები არიან, რომ უბრალოდ ნახონ ადამიანი, ვინც მოტივირებულია და მათ დაუფინანსოთ, თუ მათ შესაძლებლობა არ აქვს და უამრავ ქართველს შეხვდებით კამპუსზე, რომლებსაც 100%-იანი, 90%-იანი, ასე შემდეგ დაფინანსებები აქვთ, რაც მოგეხსენებათ მნიშვნელოვანი და საჭირო არის თითოეულ ჩვენგანისთვის. უფრო ღრმა წარსულში რო გადავინაცვლოთ, აი რომელი კლასიდან დაიწყეთ უშუალოდ მზადება, თუნდაც იმისთვის, რომ ბულგარეთში ჩაგეპარებინათ ამერიკულ უნივერსიტეტში? მზადება უკვე მე მგონი, სადღაც უკვე მე-11 კლასის ბოლოსკენ, მე-12 კლასის დასაწყისში დავიწყეთ და ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ენის ტესტებისთვის, Duolingo-სთვის და TOEFL-ისთვის. და შემდგომ უკვე ამ ტესტების დაწერის შემდგომ შევუდექით თვითონ აპლიკაციების პროცესს. ყველაზე მეტად რა სირთულე შეგხვდათ გზაში, რომლის დაძლევაც მოგიწიათ? ყველაზე დიდი სირთულე ალბათ იქნებოდა ოჯახის დატოვება, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის პირველ რიგში ყველაზე დიდი სირთულეა, მაგრამ თვითონ უშუალოდ პროცესში რაღაც გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ვიზასთან დაკავშირებით, რადგანაც უნივერსიტეტი ნასაბუთმა დააგვიანა ჩამოსვლა და ამიტომ ვიზის პროცესიც შედარებით გადაგვედა. ამიტომ ოქტომბერში გვიწევს ჩამოსვლა ერთი კვირით, რათა გავიაროთ ვიზის პროცესი. და ამის გარდა უამრავი თვითონ პროცესში სანამ გვეცოდინებოდა პასუხი უნივერსიტეტში მოხვდებოდი თუ არა, უამრავი პრობლემა და უამრავი დაბრკოლება შეგვხვდა აპლიკაციის პროცესში. თითოეული ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაცია ჭირდებოდათ, დოკუმენტები ჭირდებოდათ, ეს ყველაფერი ინგლისურად ნათარგმნი და ბოლოს იმხელა ძალისხმევას მოითხოვდა ეს ყველაფერი და პარალელურად მზადება სხვადასხვა გამოცდისთვის და ტესტებისთვის საკმაოდ დამღლელი იყო და აი ამ მომენტებში ხშირად ფიქრობდით დანებებაზე, რომ აი დავწერ ეროვნულებს და ჩავაბარებ საქართველოში, ხო, აი გზა მაინც გვაქვს. მაგრამ არც ჩემი და არც ლუკას პირველი არჩევანი არ იყო ბულგარეთი, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი დაფინანსებები ავიღეთ ორივემ. გავაგზავნეთ უამრავ ამერიკულ უნივერსიტეტში საბუთები და უამრავისგან თანხმობა მოგვივიდა. მაგრამ ამის მიუხედავად ერთი ორისგან მაინც მოსულა უარი და ამას იმხელა დემოტივაცია შეუქმნია ჩვენთვის, რომ აი როგორ უნდა გააგრძელო სიტყვაზე უზარმაზარი დემოტივაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდისთვის, რომელიც ყოველდღე ამ მიზეზით იღვიძებს, რომ საზღვარგარეთ წავალ და მოხვდები, ხო? და აქედან გამომდინარე, უამრავი დაბრკოლება შეგვხვდა თითოეულ ჩვენგანს, გარდა იმისა, რომ ფინანსები ჭირდებოდა ზოგიერთ უნივერსიტეტში აპლიკაციის გაგზავნას და მოკლედ საკმაოდ დიდი ამბები მოყვებოდა ყველაფერს, მაგრამ მზად ვიყავით ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის და ბოლოს გამოგვივიდა, მადლობა ღმერთს. ბოლოს სასიხარულოა, რომ დღეს უკვე ბულგარეთიდან ვერთვებით და ამ საინტერესო ინფორმაციას მიზიარებთ. თქვენს ემოციებზე რომ გვესაუბროთ, რა ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ პასუხები, რომ ჩააბარეთ და უკვე ოფიციალურად სტუდენტები ხართ ბულგარეთში? როდესაც პირველად მიღების მეილი მოვიდა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ერთმანეთს შევეხმიანეთ, ერთმანეთს დაურეკეთ და ერთმანეთს ვახარეთ ეს ამბავი. შემდგომ რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს და ყველა დანარჩენს. ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, რადგანაც უკვე ნათქვამი გქონდა, რომ სადმე თუ მოხვდებოდით ერთად, წავიდოდით ერთად, რადგანაც მარტო წასვლა ბევრად რთული იყო ჩვენთვის, რადგანაც უცხო გარემოსთვის შეგუება მარტივი არ არის, როდესაც მარტო ხარ
და ყოველთვის უკეთესია, როდესაც ყავს ისეთი ადამიანი, ვინც გვერდში გიდგას და გეხმარება ამ პროცესის გადალახვაში. გარდა ამისა, უდიდესი შვება იყო. ჯერ დაფინანსების ამბავი რომ გავიგეთ რამხელა იყო, მერე რომ ის შეგრძნება, რომ შრომა დაგიფასდა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნებაა და აი სასწაული შეგრძნებაა ჩემი აზრით და მგონი ამ ერთხელ ვიგრძენი და ძალიან არ ვიცი სიტყვებით აღუწერელი შეგრძნება იყო ალბათ ორივესთვის, რომ იმხელა ბედნიერება გამიცადეთ ამდენი შრომის მერე. თვითონ უნივერსიტეტისგან რა მოლოდინები გაქვთ, გარდა იმისა, რომ ისწავლით, პარალელურად რა შესაძლებლობებს გთავაზობთ? ზოგადად უნივერსიტეტს იმის მიუხედავად, რომ აქვს ეს როგორც ვახსენე, ორი ფაკულტეტზე შეგვიძლია ერთდროულად სწავლა, აღიარებული დიპლომი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ზაფხულობით ამერიკაში წავიდეთ, ვიმუშაოთ, როგორც J1 ვიზის მფლობელი სტუდენტები და მომსახურების სფეროში მუშაობისას შეგვიძლია ჩვენი დარჩენილი ნაწილი თანხა მოვაგროვოთ ჩვენით. და აქედან გამომდინარე უდიდესი მოლოდინები გქონდა ის, როცა ჩვენ ვესწრებოდით სხვადასხვა შეხვედრებს უნივერსიტეტთან დაკავშირებით ყოველთვის ამ ყველაფერზე ვამახვილებდით ყურადღებას, თუ რამხელა შესაძლებლობები იყო ეს ჩვენთვის. მოლოდინები ორივეს გქონდა, რომ ამ თითოეული შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობდა, ყველაფერი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, რათა არა მხოლოდ ჩვენი თავისთვის, არამედ მომავლისთვისაც, იმიტომ რომ თითოეული მსგავს საკუთარი თავის რეალიზებაში აბსოლუტურად გეხმარებიან და დასაფასებელია ყველანაირად, იმიტომ რომ ყველგან ვერ ნახავ ასეთ გარემოს, სადაც სულ შენზე არიან ორიენტირებული, უბრალოდ შენ მოტივაცია დაემუქრა. ჩვენც ასეთი დამოკიდებულება გქონდა, როდესაც წამოვედით, რომ აი მაქსიმალური სწავლა, მაქსიმალური ორიენტირება იმ ყველაფერზე, რასაც უნივერსიტეტი ჩვენთვის აკეთებდა. ვამატებ, რომ ასევე ეს J1 ტიპის ვიზა, ასევე რადგანაც რამოდენიმეჯერ გვექნება აღებული, მომავალშიც დიდი ალბათობით გამარტივებს ვიზის პროცესს. და ყველაზე მეტად აი ამ რთულ გზაზე ვინ იყო თქვენი მხარდამჭერი? გარდა იმისა, რომ ალბათ ოჯახის წევრები მაქსიმალურად გვერდში გედგნენ. ალბათ მეგობრები იყვნენ ოჯახის შემდეგ, ერთმანეთს ვედექით გვერდში, თუ რაიმე დახმარება დაგჭირდებოდა საბუთებზე ერთმანეთის იმედი გქონდა ისევ, რომ მე თუ არ ვიცი სიტყვაზე, სალომეს ეცოდინება, ლაზარეს ან სხვას ვინმეს ვკითხავდით და გავარკვევლდით ერთად ყველაფერში. გარდა ამისა, შეუძლებელია არ ვახსენოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენლის ნათია ნანავას ხელშეწყობა, რომელიც წარმომადგენელია ბულგარეთის უნივერსიტეტის საქართველოში. ყველა ნაწილზე ეს ჩაბარების ნაწილი იყო, დოკუმენტების აქეთ გამოგზავნის ნაწილი იყო, ყველაფერში აბსოლუტურად გვერდში გვედგა და ასევე თინა თინვარდიძე, რომელიც როგორც საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელი, ასევე Education USA-ის წარმომადგენელი, ხშირად გვეხმარებოდა ინგლისური ენის ტესტი მისი დახმარების გარეშე ალბათ წარმოუდგენელი სირთულის იქნებოდა თითოეული ჩვენგანისთვის და უღრმესი მადლობა მათ ამხელად გაწეული შრომისთვის, იმიტომ რომ საერთოდ არ არის რთული ამდენ ახალგაზრდას ყოველთვის ესე მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინო და ამდენ კითხვაზე ელემენტარული პასუხი გასცე, იმიტომ რომ ისეთი გაურკვევლობა იყო ჩემშიც და ლუკაშიც, ამხელა გვერდში დგომა ალბათ რა ვიცი უზომოდ დასაფასებელია და რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია ალბათ მხოლოდ მადლობა, მაგრამ იმედია მომავალში რამით მაინც გადავხდით მათ ამ მადლს. აი ამ სირთულეების გზაზე ყველაზე მეტად რა უნარები აღმოაჩინეთ თქვენში, რაც გეგონათ, რომ შეიძლება არ გქონდათ? უნარებთან დაკავშირებით რაც აღმოაჩინე, პირადად ჩემ თავში, დავწმუნდი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, შეიძლება ცუდიც მოხდეს და კარგიც, მაგრამ არ უნდა მიცეთ უფლება ამას, რომ უკან დავხვიოს. რაც არ უნდა მოხდეს პროცესში თუნდაც არა მხოლოდ სწავლის, ჩაბარების, ცხოვრებისეულ გზაზეც რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობ, რომ არასდროს არ უნდა დანებდე არაფერში და პირიქით პარად უნდა დადგე და ელოდე მეტ სირთულეებს. რა ვიცი, მეტი ისეთი არაფერი. მე პირადად მივხვდი, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანი, თუ მონდომება აქვს და სურვილი აქვს, რომ რაღაცას მიაღწიოს. იმხელა დაბრკოლებები შეხვდა გზად, თუნდაც აი იმდენი დოკუმენტი იყო საჭირო და იმდენი პრობლემატური იყო სიტყვაზე ამ დოკუმენტთან წვდომა,
ახლა ამ ყველა სირთულემ გამაძლიერა მე პირადად რომ ვუყურებ ჩემ გადმოსახედიდან 3 თვის წინ, 3 თვე ხო დიდი დრო არ არის. იმდენად შეცვლილი ვარ და იმდენად გაზრდილი ვარ როგორც პიროვნება, რომ წარმოდგენა არ მექნებოდა ამ ხელად ცოდნას თუ მომიტანდა. ანუ ეხა დოკუმენტს ცალ-თვალით რო დავხედო, ალბათ მივხვდები რა დოკუმენტია სად უნდა ავიღო და რამდენი იქნება გადასახდელი იმისთვის, რომ უნივერსიტეტში წამოვიყო სიტყვაზე. ანუ საერთოდ არ მჭირდება ინფორმაცია და იმ ხელა დამოუკიდებლობა შეგვძინა მეც და ლუკასაც და დამეთანხმებით დიდი დამოუკიდებლობა სჭირდება, როდესაც საზღვარგარეთ ცხოვრობ და ეს უნარები, რაც ამ პროცესში შევიძინეთ, აუცილებლად გამოგვადგება მომავალში და ეს დამოუკიდებლობა და სირთულეებთან გამკლავება ალბათ ყველაზე კარგი უნარები იქნება, რაც ადამიანმა შეიძლება შეიძინოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ დღევანდელი გადმოსახედიდან რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ წარმატებულები? იყო წარმატებული ჩემი აზრით არის ძალიან სუბიექტური ანუ სუბიექტური თვისება ადამიანისთვის, რომ რაღაცა აღიქვა როგორც წარმატებად. ჩემთვის და ლუკასთვის როგორც ვახსენე, ბავშვობის ოცნება იყო, რომ სადმე საზღვარგარეთ წავსულიყავით და განათლება მიგვეღო. და შესაბამისად ჩემთვის ეს არის უზომოდ დიდი წარმატება და უზომოდ კარგი შეგრძნებაა, რომ ის ოცნება, რომლებიცაც წლებია ფიქრობ და წლებია ოცნებობ, ახდა და ყველაფერს მიაღწიე და იმის მიუხედავად, რომ ვიღაცებმა ხელი შეგიწყეს და რაღაცა უდიდესი წვლილი შენ მიგიწვის და ბევრს ნიშნავს საკმაოდ. კი ბატონო, არ შემიძლია არ დავეთანხმო სალომეს. ნამდვილად, ზოგისთვის წარმატება შეიძლება სხვა რამეში გამოიხატება, მაგრამ ჩვენთვის პირადად გამოიხატება იმაში, რომ ცხოვრების ყველაზე დიდ მიზანს მივახციეთ და გადალახულით. ახლა მოდის უკვე შემდეგი ეტაპი, უნივერსიტეტის დამთავრება, დიპლომის აღება და ცხოვრების გაგრძელება. და ამის მიღებული ცოდნი საქართველოში ჩამოტანა, რაც მთავარია, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ჩვენი ოჯახია, ჩვენი ერია, რომელიც უზომოდ გვიყვარს ორივე და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის არ გვინდა. იმედია, რომ როდესაც დავამთავრებთ სწავლას, ორივე დავუბრუნდებით საქართველოში და ორივე გამოიყენებთ ჩვენ ცოდნას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, რაც აუცილებელი საკითხი არის და საჭიროა ჩემი აზრით. ძალიან მიხარია, რომ ესეთი სამომავლო გეგმები გაქვთ და რა თქმა უნდა თქვენი ცოდნა და გამოცდილება, რასაც დააგროვებთ, აუცილებლად ჩვენს ქვეყანას მოახმართ და ჩვენს რეგიონს. ძალიან სასიხარულოა. აი როგორ შეაფასებდით უშუალოდ ბულგარეთის სასწავლო გარემოს? თქვენ უნივერსიტეტიც ნახეთ და ალბათ სამომავლოდ შეუძლია სასკოლო რაღაცა გარემოს შეფასებაც მოახდინოთ. ალბათ შეხება შეიძლება გქონდეთ რთულობითაც. ანუ ჯერჯერობით საორიენტაციო კვირა გვაქვს, მაგრამ ამ საორიენტაციო კვირის განმავლობაში იმდენი ადამიანი გავიცანით, იმდენი ქვეყნიდან, რომ აი უზომოდ ბევრი. და ყველაზე მეტად ეს მომწონს აქაურობაში, რომ არის ძალიან ბევრი ხალხის ტიპი, ძალიან ბევრი ქვეყნიდან. შეგიძლია გაიჩინო მეგობრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ამერიკიდანაც არის ხალხი, ნიგერიიდანაც არიან, აზია, ევროპა, ყველა აქ არის. და ყველაზე მეტად ეს მომწონს, რომ არის ხალხის diversity, ანუ მრავალფეროვნება არის ხალხში. კი, ყველაზე მეტად ეს მომწონს აქაურობაში. ასევე შეუძლებელია რა ვნიშნოთ კულტურა, რაც უნივერსიტეტს გააჩნია და ასევე ასე რომ ვთქვათ, გარემოს მიუხედავად და სხვათა შორის უნდა აღნიშნო, რომ ბუნება თითქმის იგივეა, რაც საქართველოში. აი განსაკუთრებით ახალციხის რეგიონს თუ ავიღებთ, ძალიან გავს ჰავა და ბუნება ერთმანეთს. მაგრამ მაგის გარდა უნივერსიტეტს თუ საქართველოს უნივერსიტეტთან შევადარებთ, შეუძლებელია ხაზი არ გავუსვათ სწავლების ხარისხს. ევროპული დონე, ამერიკული დონე იმდენად კარგად არის შერწყმული ერთმანეთთან და იმდენად განსხვავებულია იმ ტრადიციებთან, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში, რაც საქართველოში ვაწყდებით ხოლმე. მეც და ლუკაც ხშირად ვიღებდით მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებზე, სხვადასხვა ლექციებზე და ბანაკებში, სადაც ესეთი სალექციო ტიპი, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელია, კარგად შეგვესწავლა და ეხლა რო ვუყურებთ, რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. იმდენად მაღლა არის ადამიანური ფაქტორი აწეული, ლექტორის და მოსწავლეს შორის ურთიერთობები, ხელშეწყობა და ასევე თვითონ სწავლების ხარისხიც, რომ არ ვიცი, ალბათ საქართველოს იმის მიუხედავად, რომ საქართველოშიც საკმაოდ ხარისხიანი განათლება გვაქვს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ბევრი ძალისხმევა როგორც სტუდენტისგან, ასევე კოლექტივისგან, რომ აი მსგავს დონეს მივაღწიოთ, იმიტომ რომ ალბათ შედარებაც კი უხეშია, იმდენად მაღალი ხარისხის განათლებაა აქ ამ ეტაპზე. რას ურჩევდით იმ აბიტურიენტებს ან მოსწავლეებს, რომლებიც ფიქრობენ
უნდათ თუ არა უცხოეთში სწავლის გაგრძელება, ან უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ გზას უნდა დაადგნენ? მოგეხსენებათ, მარტივი არ არის არაფერი. თუ თავიანთი თავში არ არიან დარწმუნებულები, პირველ რიგში იმას ვეტყვი, რომ დრო რა თქმა უნდა აქვთ, შეუძლიათ ჩააბარონ საქართველოში და შემდგომ, როდესაც მოუნდებათ და დარწმუნდებიან თავიანთ თავში, რომ ნამდვილად უნდათ წასვლა, ზუსტად მაშინ დაიწყონ აპლიკაციის პროცესი და შეავსონ, რადგანაც თუ მზად არ ხარ და ისე მოდიხარ აქ, შეიძლება ერთ კვირაში ისე მოგენატროს სახლი და ისეთ სიტუაციაში მოხვდე, რომ შეიძლება უკან გაქცევა მოგინდეს. პირველ რიგში მონდომება არის, რა თქმა უნდა, მონდომება უნდა გქონდეს და მოწადინებული უნდა იყო, რომ გინდა შენ სიტყვაზე საზღვარგარეთ წასვლა და სწავლის გაგრძელება და თუ დარწმუნებული არ ხარ, ისევ ჯობია, რომ დარჩე სადაც ხარ და დაფიქრდე იმაზე, რომ სიტყვაზე მომავალში რა გინდა აკეთო და სად გინდა გააგრძელო მოღვაწეობა. იმაზე საუბარი საერთოდ არ არის, რომ მარტივი ცხოვრებაში არაფერი არ არის. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს ადამიანებს, რომ ყველაფერი მიღწევადია აბსოლუტურად. მთავარია როგორ მოეკიდები ამ საკითხს შენ. მთელი ბავშვობა, ახალციხე ხო ძალიან პატარაა. როგორ ყოველთვის მქონდა ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიოდნენ სასწავლებლად, აი ღრმა ბავშვობიდან. ეს წავიდა აქ, ის წავიდა აქ და იმდენად როლურ მოდელებად ვიხდიდი თითოეულ მათგანს და იმდენად იგივე მსგავს გზაზე მინდოდა, რომ დავდგარიყავი მეც, რომ ბოლოს აქამდე მოვედი და უბრალოდ იმის დამახსოვრება, რომ ყველაფერი მიღწევადია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. თითოეულმა ადამიანმა უნდა ჩავიშვიდოთ ჩვენ თავში და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია გამოიყვანოთ ჩვენი თავისგან და ამ ყველაფერზე მუშაობა, ყოველ დღე საკუთარ თავზე, თავის რეალიზებაზე ორიენტირება საკმაოდ მნიშვნელოვანია და როდესაც ამას თითოეული ადამიანი გავითავისებთ, რომ დისციპლინა საკმაოდ მთავარი, ალბათ არაფერი არ არის მიუღწეველი და პირიქით აი თითის გატკაცუნებაში მოხდება ხანდახან რაღაცები იმდენად მარტივად მოვა, როცა სიყვარულს და ანუ თავდადებას აჩვენებ ამ საქმისთვის, კონკრეტული საქმისთვის. და ბოლოს გკითხავთ აი მათ, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სააპლიკაციო ფორმები შეავსონ, აი ეტაპების მიხედვით ყველაზე მეტად რაზე გაამახვილონ ყურადღება და რისთვის უნდა იყვნენ მზად? კი ბატონო, აპლიკაციის პროცესში პირველ რიგში ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა დოკუმენტებს პირველ რიგში, მშობლის თანხმობები, ჯანმრთელობის ცნობები, ძალიან ბევრი რამ არის, მაგრამ უშუალოდ თვითონ აპლიკაციის პროცესში რაც უნდა გაითვალისწინოთ, მიყავით გულახდილები. პირველ რიგში ამას გეტყვით, რადგანაც რომ ჩამოხვათ, ყველა დაინახავს როგორი ადამიანი ხარ და ამახლებ თუ არა იმ ყველაფერს, რაც გიწერია აპლიკაციაში. პირველ რიგში ეს არის, იყავით თქვენი საკუთარი თავი აპლიკაციის შევსებისას, ჩამოყალიბეთ თქვენი ჰობები, რა გიყვართ რომ აკეთოთ და შესაბამისად მოგიძებნიან ოთახში თქვენთან ერთად ვინ იქნება, ვისაც შესაბამისი ჰობი აქვს და უყვარს იგივე რაღაცების კეთება, რაც სიტყვაზე ჩვენ გვიყვარს. მეტი ისეთი არაფერი შემიძლია სალამოს თქო დარჩი. მე პირადად მომავალ სტუდენტებს და ამ ეტაპზე აბიტურიენტებს და უბრალოდ მოსწავლეებსაც, ვისაც სურს რომ საზღვარგარეთ ისწავლოს, ვუჩვენ, რომ პროცესი დაიწყონ რაც შეიძლება მალე. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ რაც უფრო გავაჭირანურე, რაც უფრო მეტი ვიფიქრე, მით უფრო ბევრი დამაკლდა იმ დღეების, რომელიც შემეძლო აპლიკაციის გაუმჯობესებაში გამომეყენებინა და შეიძლება დღეს ბევრად უფრო კარგი სიტუაციაც ყოფილიყო, მაგრამ მე არაფერს არ ვნანობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ მე-9 კლასში ხარ, მე-8 კლასში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, რაც შეიძლება მალე დაიწყო, რახან შენი დრო ყველაფერი გამოიყენა მაქსიმალურად. გარდა ამისა, ყოველთვის მცხვენო და მე პირადად მეჩვენებინა ის გამოცდილება, ის უთვისებები და უნარები, რაც მე გამაჩნდა, მეგონა რომ უბრალოდ ტრაბახობდი და სხვა არაფერი, როდესაც აპლიკაციის ნაწილში ვწერდი. პირიქით. ოდნავადაც არ შეიკავონ თავი საკუთარი თავის წარმოჩენაში. რაც უფრო კარგი ადამიანი ხარ და ამ ყველაფერს აჩვენებ და რაც უფრო აქტიური ხარ და ამ ყველაფერს ანახებ ადამიანებს, მით უფრო დაფასებულია და ოდნავადაც, როდესაც თავს იბოჭყავ, რომ იცი რა, შეიძლება მე ეს გავაკეთე, მაგრამ ეს იმდენად ხაზგასაცმელი არ არის, პირიქით, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს ნახსენები აპლიკაციაში და მაქსიმალურად წარმოაჩინოთ საკუთარი თავის უკეთესი მხარე. რა თქმა უნდა, იყვნენ რეალურებიც.
ძალიან მიხარია, რომ თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ისრულეთ და დღეს უკვე საზღვარგარეთ აგრძელებთ სწავლას. ანუ სამომავლოდ თქვენი ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ალბათ უფრო მიზანი რა არის, რასაც აუცილებლად აიხდენთ? საინტერესო კითხვა. ალბათ ყველაზე დიდი მიზანი ჩემთვის იქნება ის, რომ ვიშოვო ისეთი სამსახური და მქონდეს ისეთი ცხოვრება, რომ ყოველ დილით ადგომა არ მეზარებოდეს. პირველ რიგში ეს არის ყველაზე მთავარი, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის ეს. და შესაბამისად ყველაზე დიდი მიზანი ჩემთვისაც არის ეს. მე პირადად საქართველოში ყოფნისასაც საკმაოდ დაინტერესებული ვიყავით სტარტაპებით და გამოგონებებით. ეს ამიზოდი, რატომაც კომპიუტერული მეცნიერება და ინფორმაციული სისტემები ავირჩიე. უამრავ ბანაკში ვყოფი ვარ საქართველოში ყოფნისას და ეს სტარტაპი თვითონ იდეა, ამ იდეის განხორციელება, ამისთვის ადამიანების მოზიდვა იმდენად მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ჩვენი უნივერსიტეტის ამ ყველაფერს ხელს უწყობს, იმიტომ რომ უამრავი კლუბი არსებობს ამ ყველაფრის განსახორციელებლად. მე პირადად ეს იდეა ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა და ჯერ ის ფაქტი, რომ აქ შემიძლია მსგავს რაღაცას ხელი მოვჭიდო, მერე ის, რომ შემიძლია ეს ყველაფერი საქართველოში გამოცადო, იმიტომ რომ ქართველ უამრავ სტარტაპერს ვიცნობთ და უამრავი ადამიანი საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის. მეც პირადად ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავს რაღაცას გავაკეთებდი და ჩემი ქვეყნისთვის გამოსადეგარი იქნებოდა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ულამაზესი, უკრაინესი და უსაყვარლესი ქვეყანა გვაქვს და განსაკუთრებით მიყვარს ჩემი რეგიონი, ამიტომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მიზანი ის არის, რომ ჯერ ეს ჩემი ოცნება, მეორე ოცნება ავისრულო და მერე ოჯახს ამით მადლობა გადავუხადო, უღრმესი მადლობა მათი გაწეული შრომისთვის, რომ მე დღეს ასეთი ვარ და აქ ვარ. უღრმესი მადლობა თქვენ, ესეთი საინტერესო თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ. წლების შემდგომ, როდესაც უკვე შეგარი პროფესიონალები დაბრუნდებით საქართველოში და რეგიონში, მინდა რომ ის მიზნები, რაზეც თუნდაც დღეს ვისაუბრეთ, ეს აგიხდინოთ. წარმატებული სასწავლო წელი გქონოდეთ და იმედია, რომ სამომავლოდ უკვე როგორც პროფესიონალებს ისე მოგიწვევთ გადაცემაში. უღრმესი მადლობა თქვენი მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ეს ყველაფერი სხვებისთვის გაგვეზიარებინა, იმიტომ რომ ჩვენი გადმოსახედიდანაც ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია აბიტურიენტობისას დაინახო ადამიანი, რომელმაც ეს გზა გაიარა და მათგან გამოცდილება მიიღო, ასე რომ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა დიდ. მადლობა, რომ გვისმენთ და გვიყურებდით. მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნებთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.